ჩინელი მეცნიერების დახმარებით შესაძლოა ადამიანებმა ობიექტების დანახვა სრულ სიბნელეში შეუძლოთ. სწორედ აი ამ მიზანს ემსახურება MIT-ის ჩინელი მეცნიერების ქმნილება, რომელიც თაგვებზე უკვე გამოიცადა და აჩვენა დადებითი შედეგი, ამიტომაც შესაძლოა ძალიან მალე ის გამოიცადოს აგრეთვე კლინიკური კვლევების ფაზაში ადამიანებზე. საქმე ეხება ქვიშის მარცვალზე 10-ჯერ უფრო მცირე ზომის ნანონაწილაკებით გაჯერებულ კონტაქტურ ლინზებს, ამ ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზების მსგავსი რამ არის ეს, რომელთა გამოყენებით შეიძლება სრულ სიბნელეში და ნისლში ობიექტების აღქმა და ეს ყველაფერი შესაძლებელია იმით, რომ სწორედ ნანონაწილაკებით ლინზა აძლევს საშუალებას ადამიანს, რომ მიიღოს ინფრაწითელი სხივები, რომელთა დანახვა ჩვეულებრივად ლინზის გარეშე ადამიანს არ შეუძლია, რადგან ჩვენ კონკრეტულ სპექტრს ვხედავთ სხივებისა. მოკლედ ის შთანთქავს ამ სხივებს და გარდაქმნის ისეთ სურათებს, რომელთა აღქმა უკვე შეიძლება, ეს ძირითადად კონტურული ფორმის არის, ანუ ეს არ არის რაღაცა 4K და უფრო მაღალი გარჩევადობის მქონე ნახატები არ არის ეს, მაგრამ აღქმა და დანახვა ამ ყველაფრისა შეიძლება. მხედველობას როგორც ამბობენ მეცნიერები ეს არაფუჭებს, არც განისული აქვს ადამიანს ამ დროს მხედველობა, ხოლო თუ კი ადამიანი ლინზებს ატარებს და ჩვეულებრივ გარემოში იყურება, მაშინ ის ფერებს ოდნავ უფრო მკაფიოდ აღიქვამს, რადგან სწორედ შემოდის მის მხედველობის არეში ის სხივები, რომელთა სხივების დანახვა სხვა დროს შეუძლებელია. მოკლედ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ალბათ პირველ ეტაპზე დაინერგება ჯარში, ისევე როგორც ყველა მსგავსი ტექნოლოგია და ერთ დროს ინტერნეტი და ლამის ნებისმიერ რამ სწორედ ჯარიდან მოდის. კი, ჯარი სწორად აღნიშნე, რადგანაც ეს ტექნოლოგია არის პირდაპირ კონკურენტი ღამის ხედვის სათვალისა, რომელსაც სწორედ ჯარში იყენებენ მის გარეთ ალბათ ასეთი ტიპის მოწყობილობით არავინ არ მოძრაობს, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი, მძიმე და თავარია ძვირადღირებული მოწყობილობა, რომლის შეძენა ასე მარტივად ამაზონიდან მაგალითად არ არის შესაძლებელი და სავარაუდოდ სწორედ სამხედრო ინდუსტრიაზე იქნება პირველადი გათვლა, თუმცა ამის შემდეგ ის შეიძლება კომერციულადაც კი იქნეს აღქმული, რადგანაც ბევრ ადამიანს უნდა მაგალითად რომ ღამით ხედავდეს სხვადასხვა მიზნებით. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგად ადამიანის თვალი სინათლის სპექტრის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ხედავს და შესაბამისად სამყაროში გაცილებით მეტი ფერი და სინათლის სპექტრია, ვიდრე ამას ჩვენ აღვიქვამთ, ხოლო ასეთი ტიპის ტექნოლოგიის განვითარება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამყარო უფრო სრულყოფილად და უფრო მრავალფეროვნად დავინახოთ, რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ არის მისასალმებელი და შეიძლება ეს ტექნოლოგია ნამდვილად ვიხილოთ ძალიან მალე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.